ზეცნობიერი ადამიანი ფულს აღიქვამს არა როგორც მიზანს, არამედ როგორც ენერგეტიკული იარაღს, რომელიც საშუალებას აძლევს მას მოემსახუროს უმაღლეს მიზნებს, სიყვარულს, კეთილდღეობას, ჰარმონიას და კოლექტიურ გამოღვიძებას. ფული მისთვის ეს არის ნეიტრალური ენერგია, რომელსაც მიმართულებას ანიჭებს განზრახვა. თუ განზრახვა სუფთაა და ემსახურება სიკეთეს, ფული გარდაიქმნება ნათელ ძალად, რომელიც ასაზრდოებს სულიერ მისწრაფებებს მატერიალურ სამყაროში. ზეცნობიერი ადამიანი არასდროს ექცევა ფულის მონობაში. ის თავისუფალია მისი დაკარგვის შიშისა და დეფიციტის პროგრამებისგან. მან იცის, რომ ჭეშმარიტი სიუხვე და მატერიალური კეთილდღეობა მოდის არა მხოლოდ მძიმე რუტინული შრომიდან, რაც სამიდე სისტემის აუცილებელი პირობა იყო, არამედ ადამიანის ცნობიერების დონიდან და მისი შინაგანი რეალობისგან, ზეგამჭვირვალე გონებისა და ღია გულის ჰარმონიიდან. მისთვის სიმდიდრე არ იზომება მხოლოდ საბანკო ანგარიშებითა და მატერიალური ქონებით, არამედ იმ შესაძლებლობებით, რასაც ის ქმნის ძირითადად ენერგეტიკულად. რამდენ ადამიანს დაეხმარა, რამდენი სინათლე შემოიტანა ამ პლანეტაზე და რამდენი სული აამაღლა ცნობიერად. ფული ზეცნობიერი ადამიანის ხელში ჰგავს წყაროს, რომელიც ყველა მხარეს ითხოვს გადაღვრას, სიყვარულით, სიბრძნითა და სიკეთით. იგი არჩევს, რომ ფული მას ერთგულ მსახურად ექცეს და არა მბრძანებლად. და სწორედ ამიტომ ფულიც ყვავილობს მის ცხოვრებაში, როგორც ნდობისა და გულწრფელი მსახურების ანარეკლი. გილოცავთ ღვთაებრივ სიუხვესა და კეთილდღეობას.